მეინსტრიმული მედია საშუალებებით ხშირად გვესმის, რომ ინფლაცია სასურველია. ის პოზიტიურია ჩვენი ეკონომიკისთვის. ეროვნული ბანკები უკმაყოფილოები არიან ხოლმე, როდესაც ინფლაცია სასურველ ნიშნულს ვერ აღწევს. რამდენად მართალია, რომ ფასების მუდმივი ზრდა, რომელსაც ინფლაცია იწვევს, კარგია ჩვენი ეკონომიკისთვის. თავდაპირველად ავხსნათ თუ რას ნიშნავს თავად ინფლაცია. უკეთ დემონსტრირებისთვის წარმოიდგინე, რომ სოფლიოში არსებული მთლიანი პროდუქცია მხოლოდ 4 ფანქარია. სოფლიოში არსებული ფული კი მხოლოდ 4 დოლარი. ამ შემთხვევაში თითოეული ფანქარი 1 დოლარი ეღირებოდა. თუ კი ეროვნული ბანკი კიდევ დამატებით 4 დოლარს დაბეჭდავს, მაგრამ ფანქრების რაოდენობა არ გაიზრდება, რა ეღირება 1 ფანქარი? სწორად გამოიცანეთ, 2 დოლარი. მონეტარული ინფლაცია არის ფულის რაოდენობის ზრდა და ის არ უნდა აგვერიოს ფასების ჩვეულებრივ ზრდაში, თუმცა ეს ორი რამ ერთმანეთთან ნამდვილად არის დაკავშირებული. სიტყვა ინფლაციას რომ იყენებენ, ყველაზე ხშირად ფასების ზრდას გულისხმობენ ხოლმე, მაგრამ მხოლოდ ამგვარი განმარტება არ არის სრულყოფილი და ის ვერ გვეუბნება ფასების ზრდის მთავარ მიზეზს. ზოგადად, ფასების ზრდას მაშინ ვაწყდებით, როდესაც ფულის მიწოდება უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მასზე მოთხოვნა. ფასების ზრდა კი, როგორც წესი, სწორედ მონეტარული ინფლაციის შედეგია. თუმცა შესაძლოა გქონდეს მონეტარული ინფლაცია ფასების ზრდის გარეშე. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ არსებული დოლარების რიცხვი ზუსტად იმდენით გაიზრდება, რამდენითაც ფანქრების რაოდენობა. ასევე, ფასები მონეტარული ინფლაციის გარეშე შეიძლება გაიზარდოს, თუ მაგალითად დოლარების რაოდენობა უცვლელი დარჩება, ხოლო ორ ფანქარს ბუნებრივი კატასტროფა ან ომი გაანადგურებს. ზემოთ ჩამოთვლილი შესაძლებლობების მიუხედავად, ყველაზე ხშირად მონეტარულ ინფლაციას თან ახლავს ფასების ზრდა, ოღონდ ეს ორი პროცესი ერთდროულად არ ხდება. ახლა დავსვათ კითხვა, რატომ არის მონეტარული ინფლაცია და მის შედეგად გამოწვეული ფასების ზრდა ჩვენთვის ცუდი? პირველ რიგში, იმიტომ რომ ის ამცირებს ჩვენს დანაზოგებისა და ხელფასების მსყიდველუნარიანობას. ინფლაცია გადასახადია, რომელიც არ ჩანს. მისი დანახვა ძნელია, იმიტომ რომ შენს ანგარიშზე ხედავ, რომ იგივე რაოდენობის თანხადებს, მაგრამ 10%-იანი მონეტარული ინფლაციის შედეგად პროდუქტებზე ფასების 10%-იანი მატების გამო შენ 10%-ით ნაკლები პროდუქტის ყიდვა შეგიძლია. ფულის მსესხებლისთვის ეს პროცესი მომგებიანია. მათი ნასესხები ფულის მსყიდველობით ღირებულება დროთა განმავლობაში იმდენითვე იკლებ, რამდენითაც დანაზოგები. მთავრობებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრი ვალი აქვთ. შესაბამისად, ინფლაცია მათთვის ხელსაყრელია. გასესხების მომენტში ფული უფრო ძვირი ის, ანუ მას კიდევ უფრო მეტი პროდუქტის ყიდვა შეუძლია, ვიდრე გადახდის მომენტში. შედეგად ის უბიძგებს ადამიანებს ნაკლები დაზოგონ და პირიქით. ახალისებს მომხმარებლებს, რადგანაც უკეთესია დახარჯო ფული დღეს, თუ კი ხვალ ყველაფერი უფრო ძვირი ეღირება. ინფლაციის კიდევ ერთი შედეგი არის ქონებრივი უთანასწორობის ზრდა, რადგან ახლად დაბეჭდილი ფული თანაბრად არ ნაწილდება ადამიანთა შორის. იმ ადამიანებს, ვინც ფულს პირველები იღებენ, უპირატესობა აქვთ, რადგან შეუძლიათ დახარჯონ ეს ფული მანამ, სანამ ფასები გაიზრდება. ის ადამიანები კი, ვინც ამ ფულს სულ ბოლოს მიიღებენ, ყველაზე მეტად ზარალდებიან მისი მსყიდველუნარიანობის კლებით. აი, მონეტარული დეფლაცია კი სრულიად საპირისპირო ფენომენია. ის ფულის მარაგების შემცირებას გულისხმობს. ფანქრის მაგალითს რომ დაუბრუნდეთ, თუ ეროვნული ბანკი გააქრობს 2 დოლარს, თითოეული ფანქარი 50 ცენტი ეღირება. ანუ მონეტარული დეფლაციის შედეგად ფასები იკლებს. ამას მოგება მოაქვს ფულის შემნახველებისთვის, რადგან ფულის მსყიდველუნარიანობა დროთა განმავლობაში იმატებს. ეს კი მსესხებლებისთვის საკმაოდ დიდი პრობლემაა, რადგანაც მათ უწევთ დააბრუნონ იმაზე მეტი მსყიდველუნარიანობის მქონე ფული, ვიდრე ისესხეს. დეფლაციის შედეგად იკლებს ფულის ლიკვიდურობაც, რაც ადამიანებს ბევრად უფრო ფრთხილი საინვესტიციო გადაწყვეტილებებისკენ უბიძგებს. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, დეფლაციას სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, ვინც საკუთარ ფულს ბევრად უფრო კონსერვატულად, ფრთხილად მოიხმარს. ასევე აუცილებელი არ არის ფასების შემცირება ფულის რაოდენობის შემცირების შედეგად მოხდეს. მაგალითად, შესაძლებელია ფულის რაოდენობა იგივე დარჩეს, მაგრამ მეტი პროდუქტიულობის გამო ფანქრების რაოდენობა გაიზარდოს. ნუ თუ ფასების ასეთი შემცირება ვინმესთვის ცუდის მომტანია. ბოლოს და ბოლოს ხომ გვინდა რომ ყველაფერი უფრო იაფიღირდეს. შეიძლება რომ ეს ფენომენი კარგი იყოს მომხმარებლისთვის, მაგრამ ცუდი მწარმოებლისთვის. მოდი შევხედოთ პერსონალური კომპიუტერების, ტელეფონების ან მანქანების მწარმოებლებს. როდესაც წარმოება ნაკლებად ეფექტური იყო, მხოლოდ განსაკუთრებულად დიდარ ადამიანებს შეძლოთ მსგავსი ნივთების შეძენა. თუმცა ახალი ტექნოლოგიების წყალობით გაიზარდა პროდუქტიულობა და ამ მწარმოებლებმა შეძლეს ამ ტექნიკის უფრო სწრაფად, იაფად და მეტი რაოდენობით წარმოება. ყოველდღიურად უფრო მეტ ადამიანს შეუძლია ამ ნივთების მოხმარება და ისინი არა მხოლოდ უფრო ადვილად ხელმისაწვდომი, არამედ ბევრად უფრო ხარისხიანიცაა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მანქანების, კომპიუტერების და ტელეფონების მწარმოებლები დღეს უფრო ღარიბები არიან ამის გამო? რა თქმა უნდა, არა. დასაშვებია, რომ ფასების მუდმივი შემცირება ცუდი იყოს ეკონომიკისთვის. ნუ თუ ადამიანები უსასრულოდ დააყოვნებდნენ შენაძენის გაკეთებას იმ მიზეზით, რომ მომავალში პროდუქტები უფრო იაფი იქნება. შეიძლება რომ სრულიად გაქრეს ნივთებზე მოთხოვნა.
ჩვენ ხომ ვიცით, რომ ყოველ მომდევნო წელს უფრო იაფადაა შესაძლებელი კონკრეტული კომპიუტერის ყიდვა, ან უფრო ხარისხიანის იმავე ფასში. ნიშნავს ეს იმას, რომ ჩვენ აღარ ვყიდით კომპიუტერს მაშინ, როდესაც ის გვჭირდება? რა თქმა უნდა, არა. ჩვენ ვიყიდით კომპიუტერს მაშინ, როცა ის გვჭირდება და არა ერთი ან რამდენიმე წლის შემდეგ. განა უსასრულოდ გადავავადებთ საკვების ყიდვას იმ მიზეზით, რომ შემდეგ წელს ის უფრო იაფი იქნება. ცხადია, რომ არა. ეკონომიკისა და ადამიანებისთვის საუკეთესო გამოსავალია ფულის სტაბილური რაოდენობის არსებობა. ისეთის, რომლის გაზრდა ან შემცირება არ იქნება დამოკიდებული ეროვნული ბანკების თანამშრომლების ხუშტურებზე. ბაზარზე არსებული ფული უნდა კონტროლდებოდეს ბუნებრივად, იმის და მიხედვით თუ რამდენს ხარჯავთ და რამდენს ვინახავთ. ასევე იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ფულია რეალურად არსებული ინვესტირებისთვის. შედეგად კი საბაზრო მექანიზმები აიძულებენ კომერციულ ბანკებს განსაზღვრონ შესაფერისი საპროცენტო განაკვეთები. ამასთან, პროდუქტიულობის ზრდის შესაბამისად, ფასების შემცირება უნდა იყოს ეკონომიკური ზრდის ბუნებრივი და მისასალმებელი შედეგი. ჩვენ გვექნებოდა ფასების მუდმივი კლება, ეროვნული ბანკები რომ ახალ ფულს არ ბეჭდავდნენ.